დედამიწის დღეს Coca-Cola Bottlers Georgiasა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით მდინარე ჭოროხის დელტაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მდინარე ჭოროხის დელტას გაწმენდა პლასტიკისა და სხვა ფრაქციის ნარჩენებისგან. კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia მგზელვადიანი პროექტის დანერგვას გეგმავს, რომელიც ამ პროცესში პლასტიკის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და მათ გადამუშავებას გულისხმობს. კომპანიის სტრატეგია სისტემურ მიდგომას ეფუძნება, რომელიც სახელმწიფოს მწარმოებელსა და საზოგადოებას აერთიანებს. იმისთვის, რომ ნარჩენების მართვა ეფექტური, ეფექტიანი, მდგრადი, ეკონომიკურად სასარგებლო და მოგებიანი გახდეს. დღეს გახლავთ სოფლიო დედამიწის დაცვის დღე და Coca-Cola როგორც ყოველთვის ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც ასევე გარემოს დაბინძურებაზე მის პრევენციაზე ყოველთვის ვრუნავს და აკეთებს კონკრეტულ ნაბიჯებს. დღესაც ჩვენ საერთო აქცია მოვაწყვეთ საქართველოს მწვანეებთან ერთად და ქალაქ ბათუმის უნივერსიტეტთან ერთად. ვასუფთავებთ ბათუმის დელტას საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენებით. მე ვფიქრობ, რომ ესეთი აქციები ხშირად უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ ზოგადად მოსახლეობის ცნობი რომ ამაღლდეს. პირველ რიგში ძალიან საინტერესოა, როდესაც სტუდენტები არიან ჩართული, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი სტუდენტი იქნება ჩართული, მე ვფიქრობ, რომ ქალაქი თავისთავად იქნება სუფთა და უფრო მოხდება, ასე რომ ვთქვათ, ადამიანებს ეცოდინებათ ნარჩენები როგორ გადაანაწილონ, რა ტიპის ნარჩენები არსებობს და როგორ უნდა მოხდეს მათი, ასე რომ ვთქვათ, გადაყრა შესაბამის ურნებში და თავისთავად უნდა იცოდნენ ეს ნარჩენები სად მიდის, როგორ მიდის, როგორ მუშავდება და ასე შემდეგ. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ჩართული იყოს და რაღაცნაირად უნდა შეხალისდეს და Coca-Cola სწორედ ამაში გვეხმარება, რომ სტუდენტებს აი თავი Coca-Cola-ის დარიგებით და თავისი ჯერ მაისურების დარიგებით, ანუ აძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტად იყვნენ ამის შემდეგ ჩართული და როდესაც ასეთი რაღაც იქნება, უფრო მეტად დაინტერესებული პირები ჩაერთონ და უფრო მიაქციონ ყურადღება დალაგებას. და ეს მის საშუალებას მოგცემს, რომ ქვეყანაში აღარ იქნება უკვე დაბინძურება. და იმას მიანიშნებს, რომ სტუდენტები აქტიურად და არა მარტო სტუდენტები, არამედ მოსწავლეებიც აქტიურად იქნებიან ჩართული დასუფთავებაში და დედამიწის უკეთ წარმოჩენაში.